მოგესალმებით 2026 წლის 9 მაისია. მოსაღამოუდა უკვე. ვიმყოფები დაბამესტიის ტერიტორიაზე, შემაღლებულ ადგილას. ახლა მე შეხედეთ როგორი სილამაზეა. ახლა თქვენი განსაკუთრებული ყურადღება მივაპყრო შემდეგ გარემოებას. აი შეხედეთ. 9 მაისია და როგორი თეთრი ქათქათა თოვლი დევს თებზე და ჩამოსულია ზღვის დონიდან საკმაოდ დაბლა 9 მაისის პირობაზე. უყურეთ. აი აგერ თქვენ ხედავთ. ჰაწვალის სათხილამურო კურორტი. შეხედეთ ახლა სათხილამურო კურორტის ტრასები მოჩანს. ამ ტრასების ყველაზე მაღალი წერტილი არის დაახლოებით 2350 მეტრის სიმაღლეზე და შეხედეთ ახლა ეს უკვე გასილებით უფრო დაბლა არის ჩამოსული ეს ადგილები და როგორი ხასხასა თოვლი დევს. შეიძლება ახლა ეს იყოს დაახლოებით 2100 მეტრის ზღვის დონიდან ეს ქვედა ნაწილი დაახლოებით, ნუ ახლა ზუსტი 2150, მაგრამ შეხედეთ როგორი ქათქათა თოვლი დევს. ახლა 9 მაისის პირობაზე ეს არის საკმაოდ ისეთი, მაგრამ აგერ შეხედეთ აქ თქვენ თუ აკვირდებით აგერ ეს არის მესტიის შგედის უბნიდან, აგერ ხედავთ მესტიის შგედის უბნიდან დაახლოებით 1450 მეტრიდან ადის საბაგირო ჰაწვალის ტერიტორიაზე, დაახლოებით 1870 მეტრზე, ანუ ეს ცოტა იქითაა და აგერ თქვენ რო ხედავთ პატარა თოვლის ნარჩენები როგორ ქვევით არის კიდე შემორჩენილი ეს. ახლა ეს ადგილი შეიძლება იყოს დაახლოებით 1750-1800 მეტრის სიმაღლეს ზღვის დონიდან. წარმოიდგინეთ 9 მაისისათვის ეს უკვე არის საკმაოდ ისეთი იშვიათი კი არა, საერთოდ არ მახსოვსო 9 მაისისათვის ასე დაბლა იყოს თოვლი. და აგერ ზურულდის მთა, სადაც არის ჰაწვალის სათხილამურო კურორტის ზედასადგური 2350 მეტრზე, ნუ შემდეგ ეს ქედი ზოგადღაც უფრო მაღლდება და რამდენი თოვლი დევს, აი შეხედეთ 9 მაისისათვის. ახლა გავიხედოთ იქით. აგერ ხედავთ ბიზინგის კედელი მოჩანს. აგერ თეთრულდის სათხილამურო კურორტის ყველაზე ზედასადგური მდებარეობს დაახლოებით აქ 3170 მეტრის სიმაღლეზე დაახლოებით ზღვის დონიდან და წარმოიდგინეთ რამხელათი უფრო დაბლა არის ჩამოსული აი ახალი თეთრი ქათქათა თოვლი. ახლა ეს წერტილი ზუსტად რა სიმაღლეზეა, ეს ქვედა უფრო დაბლა რომელიც მოჩანს. რთული სათქმელია, მაგრამ ახლა ის თუ 3170-ია, ნუ ალბათ ეს წერტილი სადღაც 2300 შეიძლება იყოს. შეიძლება ხო რა დაახლოებით ალბათ უხეშად რო ვთქვათ. და აი წარმოიდგინეთ ამ 2300 მეტრი რო ავიღოთ მიახლოებითი ციფრი, როგორი ხო აღშკარად ეთყობა რომ ძალიან დიდი რაოდენობა თოვლის და თანაც ახალ დათოვლი თეთრი ქათქათა თოვლი. აგერ ნუ მწვერვალი თეთრულდი დაახლოებით 4850 მეტრის სიმაღლეს ზღვის დონიდან, მწვერვალი გისტოლა დაახლოებით 4860 მეტრის ზღვის დონიდან, ანუ დაახლოებით 10 მეტრით უფრო მაღალი თეთრულზე, მაგრამ ვინაიდან ეს არის ვინაიდან გისტოლა უფრო შორსა, უფრო დაბალი მოჩანს. ეს მთლიანად კავკასიონის მთავარი ქედი. ახლა აგერ შეხედეთ, აგერ არის მწვერვალი ბანგურიანი. დაახლოებით 3840 მეტრის ზღვის დონიდან. და შეხედეთ, ის თუ 3840 მეტრი არის ზღვის დონიდან, როგორ დაბლა არის ჩამოსული ახალი თეთრი ქათქათა თოვლი. შეხედეთ, ეს წერტილი შეიძლება 1600-1700 მეტრი იყოს ზღვის დონიდან. რაც ახლა 9 მაისის პირობაზე მართლა ნამდვილად არ მახსოვს რომ ასე დაბლა იყოს თოვლი ჩამოსული. აი შეხედეთ როგორი სილამაზეა. აგერ ქვევით უფრო დაბლა უკვე თოვლი არ არის და ზევით როგორი ხასხასა თოვლია თითქოს იანვარ-თებერვალიაო. და შეხედეთ როგორი სილამაზეა. ნუ აქით ეს მთლიანად კავკასიონის მთავარი ქედის მხარე, აქით უკვე მესტიის მთა უფრო შორს და უფრო მაღლა დაახლოებით 2700 მეტრის სიმაღლეზე ქორულდის ტბები, ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული ტურისტული მიმართულება სვანეთში და ალბათ ბევრს გექნებათ დაგონილი. აგერ ეს ლეხთაგის უბანი, აგერ კოშკებს ხედავთ, ეს ლეხთაგის უბანი მთლიანად. აგერ
ლენჯერის ადმინისტრაციული მთა მოჩანს, შეხედეთ ახლა ეს წერტილი იქნება ალბათ დაახლოებით 2300-2400 მეტრი ზღვის დონიდან. ახლა ეს მზის მხარეა და მაინც როგორ დაბლა არის ჩამოსული, ახლა იქით ხაწვალისკენ რო გაჩვენებდით, აი აქით რო გაჩვენებდით ეს ჭრდილის მხარეა და აქ მზის მხარეა, ანუ მზერო უფრო მაგრად ურტყამს, მაგრამ მაინც როგორ დაბლა არის ჩამოსული. ახლა ეს წერტილი შეიძლება იყოს სადღაც 2100 მეტრი ზღვის დონიდან. ხა წარმოიდგინეთ 2100 მეტრზე მზის მხარეზე რო თოვლის 9 მაისს კიდე შემორჩენილია, ეს მართლა, რა ვიცი. ну ეს როგორც გითხარით ეს აქეთ ამხარე ეს ამ ქედს რო ხედავთ ეს სვანეთის ქედი და აგერ მწვერვალი ლაილა, სვანეთის ქედის ყველაზე მაღალი მწვერვალი დაახლოებით 4010 მეტრი ზღვის დონიდან. და ну აგერ ეს გითხარით ლეხთაგის უბანი, აგერ ეს მესტის ცენტრი და მე მინდა გითხრათ ვისაც ამ პლატფორმაზე ჩემი მინდა გითხრათ რომ ვისაც ამ პლატფორმაზე ჩემი აქტიურობა საინტერესოდ მიგაჩნიათ, მოგიწოდებთ რომ იმ მიზნით რომ უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს წვდომა აღნიშნულ აკაუნტზე არსებულ მასალაზე, მოგიწოდებთ რომ გამოიწეროთ, ანუ დააფოლოოთ აკაუნტი, დასვათ მოწონებები, ანუ ლაიქები და გააზიაროთ იმ მიზნით რომ უფრო მეტ ადამიანს, კვლავ ვიმეორებ რომ იმ მიზნით რომ უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს წვდომა ამ აკაუნტზე არსებულ მასალაზე. ვიმეორებ ვისაც საინტერესოდ მიგაჩნიათ აქ ჩემი აქტიურობა. ну ვისაც არა შეუძლია არ უყუროს. ეს არის ეს ნებაყოფილობითია აკაუნტების ყურება. ვის როგორ აინტერესებს. ხო და ახლა ამას რო გაჩვენებთ, შეხედეთ, თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო კლიმატის გლობალურ ცვლილებას. აი შეხედეთ, ხო არის ლაპარაკი რა გლობალური დათბობა, მაგრამ გლობალური დათბობის მაგივრად ხშირად ახლა უკვე მეცნიერები იყენებენ ტერმინს კლიმატის გლობალური ცვლილება. რატომ შეხედეთ, ზოგადად სოფლიო მასშტაბით კლიმატი დამთბარია, მაგრამ ხდება ხოლმე გამოვლინებები ისეთი, რომ ზოგიერთ ადგილას შეიძლება უფრო აცივებული იყოს, ზოგიერთ ადგილას შეიძლება უფრო დამთბარი იყოს, მაგალითად არის ხოლმე რომ სადაც უფრო წვიმიანი იყო, სადაც ნალექიანი იყო, იქ უფრო ნალექიანი გახდა ეს 1000 წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ქარის ნაკადების მიმართულების შესვლიდან გამომდინარე, რაც ასევე კლიმატის გლობალურმა ცვლილებამ გამოიწვია. არის ხოლმე რომ შეიძლება შეუსაბამო სიცხეები იყოს და უსევ შეუსაბამო სიცივეები. ახლა მაგალითად აპრილი და მაისის დასაწყისი ჯერჯერობით იყო სვანეთში და ზოგადად საქართველოში ძალიან ცივი, იმიტომ არის რომ ასე დაბლა ჩამოვიდა თოვლი, ანუ ცუდი ამინდები რო იყო დაბალი ტემპერატურის გამო საკმაოდ დაბალ სიმაღლეზე მიუხედავად იმისა, რომ უკვე მაისია, თოვლში გადაიზარდა და ეს გამოიწვია იმან, რომ ძალიან გადაება ცუდი ამინდები. ანუ ზოგადად სოფლიოში კლიმატის გლობალური ცვლილებებიდან გამომდინარე ნალექიანობა მთლიანობაში გაზრდილია, იმიტომ რომ გლობალური დათბობის შედეგად ოკეანეებსა და ზღვებში ორთქლება გაიზარდა, მაგრამ მიუხედავად ამისა და შემდეგ როგორც მოგეხსენებათ ეს ქარებს მიაქვთ სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ვინაიდან ათასობით წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ქარების მიმართულებებმა კლიმატის სწრაფი ცვლილების შედეგად მიმართულება იცვალეს, სწორედ ამიტომ არის რომ ზოგიერთ ადგილას უფრო მშრალი გახდა კლიმატი, ზოგიერთ ადგილას უფრო ნალექიანი. ახლა ბოლო წლებია საქართველოში აშკარად გაცილებით უფრო ნალექიანი არის, ბოლო წლები მარტო არა, ბოლო რა ვიცი 20-30 წელი იქნება, ვიდრე მაგალითად 80-იან წლებში, გასული საუკუნის 80-იან წლებში იყო. აი და შეხედეთ ახლა ამ კლიმატის ასეთმა ცვლილებამ როგორი ლამაზი სურათი შექმნა, როდესაც 9 მაისის მიუხედავად ქათქათა თოვლი დევს და ჩამოსული არის დაბლა ამ წლის ამ პერიოდთან შეფარდებით და ხოლო ქვედა ნაწილებში თოვლი აღარ დევს და როგორ ლამაზად ჩანს ზევით, თითქოს იანვარიაო ასეთი ქათქათა თოვლი და უფრო დაბლა უკვე დამდნარი ისა რა ქვია თოვლი. აი ეს მინდოდა მეჩვენებინა თქვენთვის და თან ეს პატარა ახსნა განმარტებაც, ასე ვთქვათ, იმოხილვაც გამეკეთებინა. აქეთ ლანჩვალის უბანი, აგერ ხედავთ კოშკებს.